უზურპასო ტელემაყურებლებო, დღეს ორშაბათია, საღამოს 8 საათი. ჩვენ ისევ ტელეპლუსის ეთერში ვართ, გადაცემით ანალიზის დრო, მე ვიცი წამყვანი კონსტანტინე ჯაფარიძე გახლავართ. დღეს გვაქვს ძალიან კარგი საუბარი გვექნება, დღეს ჩვენთან სტუდიაში სტუმრად იმყოფებიან ბატონი გია კუჭავა, პოლიტოლოგი და ბატონი ტრისტან წითელაშვილი, გენერალ-მაიორი, სამხედრო ექსპერტი. მოგესალმებით ბატონებო და მადლობა სტუდიაში მომხდარებისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობა. მოგესალმებით, მიესალმებით თქვენ ტელემაყურებელთ ბატონო კოტე. გაიხარეთ. ბატონო გია, თქვენთან მინდა გადმოვიდეთ პირველი შეკითხვით. 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია რამდენად განხორციელებადია და დაუჭერს თუ არა ხალხი ამ აქციას ხარს? ნუ საერთოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქართულ საზოგადოებაში მართველი ქართული ოცნების მიმართ აქვს დაგროვებული ბევრი ნეგატივი, მაგრამ აქ უნდა აღნიშნო რადიკალურ ოპოზიციას არ ყავს ის ამორჩეული და არ ყავს ის ელექტორატი, რომ გამოვიდეს ძალიან ბევრი ხალხი, მაგათ ყავს თავიანთი სტაბილური მხარდამჭერები, რაც ალბათ 15-20%-ს არ აღემატება, მაგრამ ხალხი შეიძლება თუ გამოვიდა, შეიძლება გამოვიდეს არა იმდენად, როგორც ქართული ოცნების როგორც რადიკალურ ოპოზიციის მხარდამჭერი, არამედ როგორც ქართული ოცნების მიმართ და მისი ბოლოდროინდელი პოლიტიკის ცოტა გაფრთხილების მიმართ, რაც ქართულ ოცნებას ცოტა უნდა გამოაფხიზლოს. მაგრამ მე ვერ ვიტყვი რამდენი გამოვა, ბევრი თუ ცოტა, მაგრამ შეიძლება გამოვიდეს ის, მაგრამ არის კიდე უნდა გავაცილოთ, რომ არის კიდე ქართულ საზოგადოებაში არის ინფანტილური ნაწილი, რომელსაც არც ოცნება აინტერესებს, იმიტომ რომ არც რადიკალური ოპოზიცია. არის კიდე ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს ქართულ მედიაში არ ჩანს, იმიტომ რომ არც რადიკალურ ოპოზიციას, არც მართულ გუნდს არ უნდა რომ გამოჩნდეს. თუმცა არის ესეთი პოლიტიკური მინდაძე, დავარქვათ უხეშად ეს მესამე ძალა, რომელსაც არც ერთის ინტერესებში არ შედის, რომ იყოს ხალხისთვის ცნობილი. ასე რომ რაღაცა ნაწილი გამოშლება, მაგრამ არ იქნება ის რაოდენობა, რასაც ოპოზიცია ელის, რადიკალური ოპოზიცია. თქვენი აზრით როგორ იქნება 26 მაისის დღის წესრიგი და დღის საბოლოო ნაწილი? ამას ნუ საერთოდ ხა საბოლოო ნაწილი ხა თუ ავიღებთ რადიკალურ ოპოზიციას, როგორც ყოველთვის ის შეეცდება ვითარების გამწვავებას, მაგრამ რამდენად შეძლებს ეს ცოტა უკვე დასაფიქრებელია, იმიტომ რომ თქვათ მათი ლიდერების ნაწილი დღეს არის დაკავებულნი და არ ამგონია რომ ხალხმა, თქვათ, რიგითმა, თქვათ, თუნდაც მათმა მხარდამჭერმა თავი გაემეტოს იმის, რომ მაგათ გამო წავიდეს ან გადაიხადოს ან დიდი ჯარიმები, ან თუნდაც პატიმრობაში. ან წავიდნენ პატიმრობაში. მე ეს გამოვთქვა. ბატონო ტრისტან. მოდი, რაც შეეხება 26 მაისს, 26 მაისი არის მოკლედ ეროვნული დღესასწაული არის. აი ხა შეხედე, სწორად შევხედოთ მას შექმნილ მდგომარეობას. ეხლა მე ბატონ გიას რაღაცებში ვეთანხმები და რაღაცებში არ ვეთანხმები. ჩემი ხედვები მაქვს. 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, სადაც ზეიმობს მთელი ქართველი და არაქართველი მოსახლეობა. ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და აქვს საქართველოს მოქალაქეობა და უყვარს ეს ქვეყანა. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ჩვენ გავხდით დამოუკიდებელი სახელმწიფო, შესაბამისად პირველმა ხელისუფლებამ ზეად გამსახურდია, რომელიც იყო პირველი პრეზიდენტი და საქართველოს მოსახლეობის 99% აირჩია. მან მიიღო გადაწყვეტილება და 26 მაისი, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შეიქმნა ეს თარიღი და ამას ვზეიმობთ ჩვენ მთელი სრულად საქართველოს. და მათ შორის ჩვენ რომლებიც დღემდე ვართ სწორედ იმ მიდგომებით, რომ ეროვნული დღესასწაულები, ქრისტიანული დღესასწაულები და სხვა დანარჩენი კიდე ვის ღირებულებები და ის ფასეულებები, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია, ამას უნდა გაუფრთხილდეთ და უნდა მიუდგეთ ძალიან ისეთი მათ რომ ვიტყვი ფაქიზად, რომ არ მოხდეს არანაირად ამ დღესასწაულების დაზიანება და შეურაცხყოფა. დღეს ჩვენია, ჩვენი კუთვნილება არის. ეხლა ოპოზიცია, მე ოპოზიციას ვერ დავართ. ეს არ არის ოპოზიცია. ოპოზიცია მე მესმის და მე მიმაჩნია ისეთი
ისეთი ძალა, რომელიც ძალაც არის ჩამული მართლაც რეალურ პოლიტიკურ ბრძოლაში და მას თავისი ხედვები საზოგადოებასთან მიაქვს თავისი შრომიდან გამომდინარე. ანუ ის დადის ხალხში მუშაობს, მას აქვს გეგმები, ისინი მუშაობენ გეგმებზე, ამ გეგმების საფუძველზე მიდიან ადამიანებთან, ადამიანებს უმტკიცებენ, უსაბუთებენ, რომ ეს არის კარგი, ეს არის ცუდი. ხო? ეს არის ოპოზიცია და ესეთი მუშაობიდან გამომდინარე ის საზოგადოებაში იხვეჭს ნდობას და შესაბამისად მხარდაჭერას, რომელიც მხარდაჭერის საფუძველზე შემდგომ უკვე ის შედის უკვე მასშტაბურ პოლიტიკურ ბრძოლაში. და არა ეს ოპოზიცია, რომელიც ოპოზიციას ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც დაკავებულები იყვნენ ძალადობრივი მოქმედებებით, ტერორით, ქვეყანის ტერიტორიების გასხვისებით, ტერიტორიების გასხვისებით. მოდით დავამატებ, შეგნებული. ხო, რა თქმა უნდა, გასხვისებით, შესაბამისად ჩვენ კარგად ვიცით ამ პირსისხლიანი სააკაშვილის დროს, იმ რეჟიმის დროს რა მდგომარეობაში იყო ქვეყანა, როგორი ხალხი როგორი იდევნებოდა, იყო ყველაფერი ფასადური აბსოლუტურად, შიგნით იყო გამოფიტული ქვეყანა უკვე აბსოლუტურად და არანაირი, ესე იგი, ეროვნული და არანაირი ქართული არაფერი არ მიმდინარეობდა. მეტიც ადამიანებს ქუჩაში ხოცავდნენ, ხო? მე უამრავ მტკიცებულებებს მოგიტან, იმიტომ რომ მithumetes მე მაშინ სახელმწიფო სისტემაში ვიყავი და ვიცი ეს ყველაფერი არ ხდებოდა რაც იყო და ვეწინააღმდეგებოდით და ამ წინააღმდეგობის საფუძველზე იყო ჩვენ არათუ მარტო სააკაშვილმა თლიანად ამ გუნდმა ის ადამიანები დაგვაპატიმრა ციხეებში გამოიშვა, ხო? ანუ შემდგომ, როდესაც ისინი ხელისუფლებას ჩამოცილდნენ, ჩამოცილდა ქართველმა ხალხმა, ქართველი ხალხის მანდატმა, პანგურმა ისინი ჩამოცილდა ხელისუფლებას, რადგან აუტანელი იყო მათი მოქმედება ამ ქვეყანაში და უკვე თითქმის ყველა ოჯახში შევიდნენ და ყველა ოჯახმა იცნო მაგათი უარყოფითი ხელი. თითოეულმა ოჯახმა, ხო? ქართველმა ხალხმა გამოუტანა განაჩენი მათ და ჩამოაცილდა ხელისუფლებას და შემდგომ მე და ჩვენაირმა ადამიანებმა რომელმაც ხარი დაუჭირეთ ქართულოცებასთან იმ იმედით და იმ რომეთქვი შემართებით რომ აღდგებოდა ქვეყანაში სამართლიანობა და ამ სამართლიანობის საფუძველზე ყველა ის დაზარალებული ადამიანი, ის შეურაცხყოფილი ადამიანი, თითქმის საქართველოს მოსახლეობის 95% იყო შეურაცხყოფილი, 5% იყო მარტო რომელიც ცხოვრობდა ისე როგორც მათ სურდათ. ეს იყო ნაციონალური მოძრაობა თავისი ესეთი გარკვეული ბანდფორმირებებით. ეს და ვიყავით იმის ბოლოდინში რომ აღდგებოდა სამართლიანობა ამ ქვეყანაში, მოხდა ეს პირიქით. რესპუბლიკელებმა მარგველაშვილო დასვეს პრეზიდენტად ცხოვრებაში რომ საერთოდ აზრი არ იყო არაფერზე გაიგე პოლიტიკაში და საერთოდ შემოაცურეს გაიგე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა, აი მათთან ეგრევე თავისი კურატორების დავალებით შემოაგდეს კოჰაბიტაცია, რომელიც კოჰაბიტაციის საფუძველზე გაქცეული და სორუებში შემძვალი ეს ნაცსექტანტები გააცოცხლეს და შემოიყვანეს ისევ პოლიტიკურ ველზე. იმის ნაცვლად რომ ქვეყანას ყოლოდა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომელიც ჯანსაღი პოლიტიკური ძალის საფუძველზე ქვეყანაში განვითარდებოდა პოლიტიკური ცხოვრება, პირველ რიგში პოლიტიკური ცხოვრება დღეს ქვეყანაში არ არსებობს, არ არის. ეს არის ნოლი, მკვდარი არის. დღეს პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანაში. იმიტომ რომ დღევანდელ ხელისუფლებას ჯანსაღი პოლიტიკური ძალა არ აყავს, რომელიც გაუწევს ოპონირებას, გაიგეთ და ოპონირების გაწევა ეს კი არ არის შენ გამოხვიდო პარლამენტში ტრიბუნაზე და დედააგინო და თავპირისპირობა ქონდეს. ოპონირების გაწევა არის პარლამენტში მუშაობით, დოკუმენტებით, მტკიცებულებებით, პროექტებით, გეგმებით, რომ ამ გეგმებით და პროექტების საშუალებით შენ უკვე გააკეთოს საქმე იმისთვის, რომ ხალხმა რაღაც შვება იგრძნოს. ეს არ არსებობს, ეს მკვდარია ქვეყანაში. მოკვდა. პოლიტიკური კულტურა მკვდარია ქვეყანაში. ერთმანეთის მიმართ არიან დაკავებულებით, რაღაც ტინგიცაობით, მაიმუნობით, რაღაც გარკვეულ სფეროებში ინაწილებენ, ფულებს შეულობენ, ხალხს კიდევ რაღაცეებით აბოლებენ, ატყუილებენ, აიგე რაღაც შექმნიან ხელოვნურად ისეთ კერებს, რომ ამ კერებით თავიანთ უარყოფით მოქმედებებს გადაფარავენ. ეს 26 მაისი სწორედ ამისთვის არის, ახლა დატვირთული მაგათი ხდება, ახლა დაანონსა. ვინ არის ვაშაძე? ვაშაძე და გვარამია, ეს ისა რა ქვია, ჯაფარიძე და წითლიძე ესენი ვინ არის? არ არიან ესენი პოლიტიკოსები. ესენი არიან მართული ნომრიანი აგენტები. რასაც ეტყვიან თავიანთი კურატორები და გეგმას გაუწევენ, ხო? ისე მოქმედებენ. შემდგომ დაუბრუნდები იმ კოჰაბიტაციას. ამ კოჰაბიტაციის საფუძველზე რა მოხდა? გარიგება მოხდა, ხო?
გარიბება. რატომ არ უნდა ოცნებას ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხში იქნება უფრო კარგად დახვეწილი და ხალხის ნდობას და ემსახურებს, რატომ არ უნდა იცი? ახლა ხელისუფლებაში უკვე მოდით რა ვთქვათ, წლები რამდენი წელია ოცნება ვარ ხელისუფლებაში? 2012 წლიდან, ხო? 14 წელი. ჰა? 14 წელი. 14 წელიწადი, ხო? 14 წელიწადი ახლა ეს როგორი ხელისუფლებას არ უნდა იყო, ხო, შენ და როგორი არც არ უნდა კომფორტული ცხოვრება არ უნდა შექმნა სახელმწიფოში და როგორი ჰარმონიაც არ უნდა შექმნა, ხო? ის მაინც თავის რესურსს წურავს, გაიგე? ხო? ეს არ არის სწორი მიდგომა ეს, რომ შენ ამ დროს ქმნი, გინდა კიდევ გაიხანძლიო ცხოვრება, ამ დროს ქმნი, შენ კი არ ქმნი აცოცხლებ დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას, რომელიც პოლიტიკური ძალა შენ უნდა გაგესამართლებინა, სამართლებრივ უნდა აღდგინა ქვეყანაში. ამ პოლიტიკურ ძალას უნდა მიგესა თავისი ადგილი. იმ მოსვლის დღიდან რომ დაპირებულიყავი ხალხზე სამართლიანობის აღდგენას, აღდგინა სამართლიანობა, ყველა გაგესამართლებია, ყველა ჩადენილ დანაშაულებებით დაკავშირებით დანაშაულებები ძალიან ბევრი არის და ძალიან ისე იმდენი დანაშაულია კიდევ გაუხსნელი და იმდენი დანაშაულია კიდევ თაროებზე შემოდებული, რაც მე ვიცი და რაც საზოგადოებამ არ იცის, ხო? ეს უნდა გაგეკეთებია, ეს არ გააკეთა, იმიტომ არ გააკეთა, რომ ხალხს დაანახა ბუა. ნაცების ამ ხროვის თამადო ბუა. აი ხალხო, მე თუ არ ვიქენი, აგერ მოვლენები გადაკლაპავენ რა. შეგჭამენ, გადაკლაპავენ. ამიტომ შესანიშნავი ის დღეს ოცნებას ბერკეტი ხელში აი ამ სექტანტების ხელმძღვანელობით. 26 მაისს რო ანონსებენ და გამოდიან, ამბობენ რომ 26 მაისს უნდა გამოვიდოთ და ხალხი გამოიყვანოთ ქუჩაში. ეხლა ბატონ მაგიან თქვა რომ 20% მაინც 20% არ გამოვა. 20% 15-20 არ გამოვა. არ დამერწმუნეთ იმაში. ვერც გამოვა. რადგან მათ ამდენი მხარდაჭერები არ აყავს. არ აყავს ამდენი მხარდაჭერები. საქართველოს მოსახლეობის 20% თუ იმაზე არის, რომ ქვეყანაში უნდა იყოს არეულობა, ქვეყანაში უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი, რომელიც ახლა მაგის შეიძლება 20 ახლა მიმაბრა რომ აი 20-ების ნარატივი არ არის 20-ების ნარატივი, მე სამხედრო კაცი ვარ და ძალიან კარგად ვიცი რა გეგმები მუშაობს ეს ქვეყანაში უცხოქვეყნის სპეცსამსახურეებს ხრიდან და როგორ უნდა ეს ქვეყანა ამოაყირაონ. ეს თუ საქართველოს მოსახლეობის 20% იმაზე ზიარის რომ ამ სექტანტურმა დაჯგუფებამ ამ ვაშაძემ, ჯაფარიძემ, ხოშტარიებმა, იმგენმა და ყველამ ამგენმა ერთად კოლექტიურად ნაცმოძრაობა. ხო, კოლექტიურად ამ იმან კიდევ ჯაფარიძემ და იმან მეორე ჯაფარიძემ და ხაზარაძემ ხელი მოაწერეს გეი მემორანდუმზე. გეი მემორანდუმზე. სადაც ეს რა არის, იცი? ეს იმას ნიშნავს, რომ ანუ ისინი თანახმა არიან აი ამ გეი მემორანდუმზე ხელის მოწერით, რომ ქვეყანაში იყოს გარყვნილობა, ქვეყანაში იყოს ერთსქესიანთა ქორწინება, რაც ახლა პოლონეთში მოხდა, ხო ხედავთ, პოლონეთში მოხდა და კიდევ რა სხვა ევროპის ქვეყნებში. იტალიამ გააუქმა თითქმის. ხო, ეს ამას რო შენ ეთანხმები, ანუ შენც ისეთი ხარ, ხო? შენთი ამ ცხოვრები ცხოვრებ, ხო? და 20% არ ამგონი ახლა ამ ცხოვრების ცხოვრების ქვეყანაში, ხო? ამიტომ არის რომ სადღაც მათ ყავთ დაფინანსებული, ეს არის დაფინანსებული ხელფასიანი, ახლა ვინც გამოდიან, სულ ხელფასიანები არიან მაგენი, ფინანსდებიან საელჩოებიდან, გერმანიის საელჩოდან, საფრანგეთის საელჩოდან, ინგლისის საელჩოდან, ამერიკის საელჩოდან, ქეში მოდის უკვე კანონი თანხები ხო აღარ ერისებათ მათ უკვე. ეხლა ქეში ჩამოდის უკვე დიპლომატიური იმით პოსტით ჩამოდის, ტვირთით ჩამოდის, რომელიც ხელშეუხებელია დიპლომატიური ტვირთით და პირდაპირ ქეში ჩამოდის საელჩოებში და საელჩოებიდან გამოდის ფული უკვე თანხა, რომელიც ფინანსებენ ეს და პლუს ამას კიდევ იქ ქართული ოცნებიდან მიდის გარკვეული თანხის ნაწილი, რომ ეს ძალა ჭირდებათ მათ. ასე ვთქვათ, ხელზე აძლევენ თანხას. რა თქმა უნდა, აბა აი კანონი მიღებული არის, ხო? კანონი როცა მიღებული, ხო და თანხები მათ რომელიმე ქვეყნიდან შემოუვათ, ხო? ის უნდა გაკონტროლდეს, ხო? ის ხო დაასაბუთონ. ამიტომ აღარ ჩამოდით მათ უკვე არც ერთი ისა ოფიციალური გზებით თანხ შავი ფული შემოდის, ხო? ამისათვის არის დღეს რომ 26 მაისს გამოდიან, გამოყავთ ესენი დაიწყეს უკვე მათ უკვე რაღაც გარკვეული მოძრაობები, რაღაც ლოკაციები შექმნეს იქ ხედავ ჩვენც უკვე რომ თითქმის არავინ მათ არ უყურებს და არავინ თავიანთი ხალხი ყავს თვითონ რომ მიდიან მხარდამჭერებია ჩვენ. თავიანთი დაფინანსებული ხალხია სულ ყველა ესენი და აი ესე აპიარებენ ამას, აი შეხე მხარდამჭერები ყავს, გაიგე? ხო, ვითომ მხარდამჭერები, რა თქმა უნდა. 26 მაისს აი თქვენ წარმოვიდგინეთ იმდენად
არაეროვნული და არატრადიციული ადამიანები არიან ესენი, ხო? დაამთხვიეს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ხო? ეს ხო ანტიქართული, ეს ხო შენი ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა არის. ეს ხო შენი საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა არის საქართველოს მოსახლეობის თითქმის 95%, რომელიც ზეიმობს საქართველოს დამოუკიდებლობას. მართალია ხა ყველა ვერ გამოვა ეგ ქუთმაში აღლუმზე და ყველა ვერ მიიღებს აი ამ ღონისძიებაში მონაწილეობას, მაგრამ სახში ხო ზის ის ადამიანი იქ მეზობელს დაუძახებს, იქ მეგობარს დაუძახებს და ერთ ჭიქას აწეს და ჭიქას მიუჭახუნებს და იტყვის რომ აი მადლობა ღმერთო რომ ჩვენ ვარ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ხო? ამის წინააღმდეგაც ხომ მიდიხარ, ხო შენ? ანუ ესე იგი შენ ყველაფერი რაც არის ეროვნული, ამას ყველაფერს უარყოფ. მით უმეტეს ჩვენ კარგად ვიცით თუ როგორ ეწინაებოდნენ ისინი საპატრიარქოს, როგორ ლანძღავდნენ ჩვენ გარდაცვლილ ცხონებულ პატრიარქს რა დღეში აგდებდნენ, ახლაც გარდაცვლილი ადამიანს არაყენებენ მიწაში და სხვა უყურებ, ხო? ანუ ეს ძალა ოპოზიციურ ძალას მე ვერ უწოდებ, მათ არ არის ეს ოპოზიციური ძალა. ეს ძალა 26 მაისისთვის ხო თუ გამოვა ქუჩაში და თუ გამოიყვანს ხალხს, გამოიყვანს რაღაცა მინიმუმს რომელიც ეხას დღეს ხედავთ ჩვენ გამოდიან და რაღაც 10-20 ადამიანი დგას და არიქა და 300 მეოთხე დღეა და 500 მეოთხე დღეა ეძახიან, აი ეს იქნება 26 მაისს. 26 მაისს თუ ისინი ეცდებიან და 26 მაისს თუ ისინი დაუშვათ, მაგრამ ვერაფერს ვერ გააკეთებენ, დაუშვათ აი ამ სახის პროვოკაციას მოახდენენ ამ ღონისძიებაზე და ამ ღონისძიების ჩასვლას ისინი ეცდებიან. ამბობენ რომ უნდა ჩავშალოთ, გვარამიას განხადოთ. აი ისე ჩავშლით მაგათ. მე იმას კი არ ვამბობ, მე ქართულ ოცნებას არა, ჩვენ ის სამხედროები, რომელიც სამხედროების ამაყით ვდგევართ 26 მაისს, როგორც ყოფილი ისე მოქმედები და აღლუმში ვღებნოთ მონაწილეობას. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიიზღვნილა აღლუმში, რასაც მე ყოველთვის რუსთაველზე თავის დროზე გამომყავდა როგორც ბატალიონი, ისე ბრიგადა და ორგანიზებულად ამაყად კაცურად და ვაჟკაცურად ჩავივლიდით რუსთაველზე და მიულოცავდით საქართველოს მოსახლეობას აი ამ მნიშვნელოვან დღეს. დღესაც იგივე მოხდება. ეხლა იმ მასშტაბებში არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიმბოლურად სამხედრო ქვედანაყოფები ღებულობენ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას და სამხედრო ქვედანაყოფები ალამაზებენ ამ დღეს, ხო? არის ის სხვა ღონისძიებები, მაგრამ თავი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ეს არის სამხედრო აღლუმი და ახლა სამხედრო აღლუმის ჩაშლა, ხო? და სამხედროებზე შეურაცხყოფის მიყენება, მათ ძალიან ესე იგი ცუდად დაგვიდებათ ეს ყველაფერი. არ მივცეთ მაგის საშუალება. პირდაპირ ვაცხადებ და პირდაპირ ვეუბნები ამ ჭუჭუვაშაძეებს და ამ გვარამიებს და იმას, ხო? აი ღმერთი არ გაგიწყეთ, გაიგე და რავი მაიმუნობა არ დაიწყოთ თქვენ, გაიგე, რასაც თქვენ გაქვთ სულში გიზეთ, მაიმუნები ხართ თქვენ ადამიანები არა ხართ და თქვენ მაიმუნური სული გაქვთ, ხო? ღმერთმა დაგიფაროთ და ღმერთმა დაგვიფაროს რომ თქვენ რამე რაღაცები პროვოკაციები მოაწყოთ, გადაგივლით. ისე გადაგივლით, ფეხზე ვეღარ ადგებით, იცოდეთ. იმიტომ რომ თქვენ არა ხართ პოლიტიკოსები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მაინც ვარ გამომივიდეს ისე რომ აი მოძალადე წითელაშვილი და ეგეთი რაღაცები, თუ პოლიტიკოსები ხართ და პოლიტიკის საქმის კეთება გინდათ, აკეთეთ ნორმალურ ფარგლებში და ნორმალურ ჩარჩოებში, ეს როგორც შეეფერება ჩამოყალიბებულ და ნორმალურად საღად მოაზროვნე პოლიტიკოსებს. მაგრამ თქვენ არ ჩამოყალიბებული პოლიტიკოსები ხართ, გაიგე? და არც საღად მოაზროვნე ადამიანები არ ხართ, რადგან ყოველთვის თქვენგან მოდის უარყოფითი ამ ქვეყნის მიმართ და ამ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. ხომ უყურებთ რომ ხალხს მობეზდით და შეზიზღდით რა. აღარ არის რა თქვენი რესურსი ამ ქვეყანაში აღარ არის დაანებეთ თავი, მაგრამ ნუ ახლა მე კიდევ გეუბნები ოცნების ბრალია ეს ყველაფერი, რატო? იმიტომ რომ ოცნება დღეს თქვენ ასე რომ გაფარფაშეთ არის ეს ყველაფერი იმის ბრალი, გაიგე? იყო წულუკიანის კომისია და წულუკიანის კომისიამ განიხილა იქ სააკაშვილის დროინდელი ჩადენილი დანაშაულებები, ხო? წულუკიანის კომისიამ მისცა სიტყვა საქართველოს მოსახლეობას რომ ჩვენ შესაბამისად აი დავდებთ დასკვნებს და ამ დასკვნების საფუძველზე აი ამ პარტიას და ამ პარტიაში მყოფ და ყოფილებს და ახლებს და იმას აუგზავნებთ მოღვაწეობას. სად არის ეს დანაპირები? რატომ არ აკეთებენ ამას? რისთვის? რატომ წელავენ დროს? იმიტომ წელავენ დროს რომ ახლა ჩვენები ახლოვდება. ხო და ძალიან ბევრი მოსახლეობა არის განაწყენებულია. მოდი სიმართლე ვთქვათ, ხალხს თვალში ნაცარს ნუ შევაყრეთ. არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც თავის ძროზე უჭერდა ქართულ ოცნებას მხარს და უჭერდა იმისთვის, რომ ქვეყანაში უნდა ამდგარიყო სამართლიანობა და ქვეყანაში უნდა ყოფილიყო სტაბილური პოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ ეს რო აღარ მოხდა, ეს ხალხი გავიდა გვერდზე. მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ესენი ნაცებს უჭერენ მხარს და სექტანტებს უჭერენ მხარს. არა. არც ერთ შემთხვევაში
ესენი არიან ელოდებიან რას? ელოდებიან ნამდვილ ქართულ ეროვნულ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შევა პოლიტიკურ ველზე და დაიწყებს სწორ პოლიტიკურ ცხოვრებას ქვეყანაში და სწორ მიმართულებას, ხო? მაგრამ ამის საშუალებას ჩვენ მე მაგალითად პირადად ვიცი რომ ამის საშუალებას დღეს ქართული ოცნება არ მიცემს ასეთ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას, იმიტომ რომ როგორც კი რაღაც გარკვეული პოლიტიკური ძალა გამოჩნდება ქვეყანაში ახალგაზრდა ბიჭების სახით, ახალგაზრდა კონტინგენტის სახით, ხო და ახალგაზრდა პოლიტიკოსების სახით და ის რაღაც ოპოზიციურ განცხადებების კეთებას დაიწყებს და შესაბამისად არავითარ გარიგებაში არ არის ოცნებასა, მას ეგრევე აუგორებენ რაღაც საშინელ იმას დეზინფორმაციებს პრორუსი ის და მოკლედ მიტის მისი გამარგინალება რა აბსოლუტურად. ხო. და აქედან გამომდინარე ხდება შემდგომ უკვე რა რაღაც ვაგე რა ოპოზიციური ძალა. ეხლა ხელოვნურად შექმნეს იქ რაღაც ოპოზიციური ძალა კიდე პარლამენტში, ხო ეს რა ქვია მას ხალხი ძალა თუ რაღაც. ხალხი ძალა და ნეიტრალური საქართველო. ნეიტრალური საქართველო და ესეთ რაღაცები. არ არის ეს რა. მოდით რა ეს არ არის. მოდი არ არის ეს პოლიტიკური რა ქვია ნაბიჯების გადადგმა და პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღების წესი არ არის. პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღების წესი თუ გვინდა ჩვენ და თუ გინდა თქვენ ჩვენ გვინდა კაცო როგორ არ გვინდა და მაგის შესვათ რომ ჩვენ 24 საათი ესე ხმალ ამაღებული ბრძოლობთ რომ ერთხელაც ამუდამოდ ამ ქვეყანას ეღირსოს ისეთი ღირსეული და ისეთი ჩამოყალიბებული და ესეთი ეროვნული პოლიტიკური ძალა რომელიც იქნება ხალხზე ორიენტირებული და მოусმენს ხალხს ხო მაგრამ ვერ აკეთებ არ აკეთებინებთ ამას თქვენ ამ ხალხს და ეგ იმიტომ არ აკეთებინებთ რომ აგერ გყავთ ეს ჩამყაკებული და ეს არამზადად ეს გათახსილებული ეს აკოთებული ადამიანები რომლებიც დღემდე ღრნიან საქართველოს და დღემდე ანადგურებენ ამ ქვეყანას და არის 5 თვე ციხეში 50 მილიონი შეჭამან კაცმა აი ეგ 50 ტკიცებულებები არსებობს ამის ხო უგულავა მაგერ გვარამია მაგერ ამ 25 მილიონი შეჭამა აგერ იმან რა ქვია გიჩი ჯაფარიძემ ამდენი შეჭამა 5 თვე რა არის ციხე ბიჭო 5 თვე კი არა ესენი სამუდამოდ უნდა გაუშვეს ესენი ამათ იმდენი დანაშაულებები აქვს გაკეთებული და იმდენი რომ მეტყვი ცოდვები აქვს ქვეყანაში გაკეთებული ხო და ამიტომ 26-მა ეს არაფერი არ გამოვაოთ მაგრამ აი მე გეუბნებით დაიმახსოვრეთ ჩემის თუ დაიმახსოვრეთ პატრონგია თქვა ჩემი სიტყვა 26 მაისს ჩატარდება აღლუმი როგორც წესია ეს არ არის პიროვნული და პარტიული კუთვნილება ეს აღლუმი ეს არის სახელმწიფოებრივი არის და მას ჩაატარებს ხალხი, საქართველოს მოსახლეობა ჩაატარებს ამ აღლუმს და საქართველოს მოსახლეობა იზეიმებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და აი ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ ქვეყანას ხელი შეუშალოს, ასეთ მსგავსი ეროვნული ღონისძიებების ჩატარებაში, ხელი შეუშალოს ეროვნული ტრადიციების განვითარებაში, ხო? ესეთი პოლიტიკური ძალა თუ ახლა მაგას კიდევ გაგრძელებს ქართული ოცნება და ამ მიწიდან ამოთხეულ ლეშებს ისევე შეაერთებენ აპარატზე, ხო? ჩვენ მაშინ ისე დავმარხავთ მაგას, ხო და ისე გავანადგურებთ, რომ მიწას არ ეღირსებათ რა. გავაქრობთ. ბატონ დრისთან ისიც უნდა ვიცოდეთ რომ შეეცდებიან 26 მაისს ხალხის წაგიდებას. ნუ ახლა ცდილობენ, მაგრამ ყოველდღე ცდილობენ მაგას. ეგ კონტინგენტი, ეგ კატეგორია ყოველდღე ცდილობს მაგას, რომ როგორმე ადამიანებში დაძაბონ მდგომარეობა. თუნდაც ოდესაც ისინი ინდივიდუალურად ხდებიან ადამიანებს, ხო? იმ შემთხვევაში, ხო არის ახლა ასეთი სიტუაცია, მასაც შევესწარი მე სიტუაციას. ნუ არის ახლა ვიღაცა იქ, რომელიც მივიდა და რაღაცა სიმპათიები აქვს. მაგრამ ის არ მიმაჩნია მე სიმპათიები დაუშვათ ბუნებრივი და ხელოვნური არის დაფინანსებული არის ადამიანი მეორე რომელიც ხედავს აგერო დგას ეს ადამიანი და ამათ ყველაფერს უწევს და მიდის ეს ადამიანი და ის თავისი იმას წარმოთქვავს იქ და ამ დროს ეს ვინც არის ეს გათახსილებული ვაშაძე და არამზადა ხო ამ დროს ისე ქმნის სიტუაციას და ისე მიყავს ყველაფერი ამ ორ ადამიანს ერთმანეთს აპირისპირებს აი ასეთი ცხოვრებით, ასეთი პრინციპით ცხოვრობენ ესენი და ასეთი მეთოდებით მუშაობენ ესენი დღეს ქართულ პოლიტიკაში. და ქართული პოლიტიკა დღეს არ აგვაქვს ჩვენ. არ არის ქართული პოლიტიკა. ეს არ არის ქართული პოლიტიკა. ქართული პოლიტიკა ასეთი არ ყოფილა და არც იქნება და არც გვინდა ჩვენ ასეთი ქართული პოლიტიკა. ჩვენ პოლიტიკა და საქართველოს გვინდა ესეთი, როგორც ეკადრება საქართველოს მოსახლეობას. და როგორც ვიყავით საქართველოს მოსახლეობა თავის ძროხ კი მართალია იყო საბჭოთა კავშირი, მაგრამ იმ საბჭოთა კავშირში 5 მილიონი ცხოვრობდით. და ამავდროულად ღირებულებები ჩვენი ასე თუ ისე დაცული იყო, თქვენ წარმოედგინეთ, რამხელას მიაღწია 77 წელი იყო გონი, როცა ქართული ენის გამოქვეყნება უნდათ, ხო? 78 78 წელი იყო. გამოვიდა მაშინ სტუდენტობა.
დიახ, დედაშევიც იყო. გამოვიდა სტუდენტობა, მაშინ წერტილი დაუსვა ყველა. საბჭოთა კავშირის დროს ვამბობ, ხო, თქვენ წარმოედგინეთ, კაი, ხოცა ერთი ხელით დაწყაბუნებით შეელოთ ტანკებით ყველაფერი გაესწორებინათ, ხო? რამხელა ღირს, არა, რას უსურვებ, რამხელა ღირსება არის, ქართველი კაცის ღირსება. რამხელა ეროვნული ის იყო, ერთობა იყო რა. აი მაშინ რამხელა ეროვნული ერთობა იყო და რამდენად დიდი სიყვარული იყო. ეხლა სად არის? საწავიდე, სად გაქრა? ვეხა დღეს ჩვენ ვეძებთ ასე ქუჩაში ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებს, რომ რაღაცნაირად იქნებ შენც კარგად იცი, მეც კარგად ვიცი, რომ მოვიყვანოთ აქ და ის ტკივილი ვათქვევინოთ, ხო, რა ვეღარ პოულობთ, სად არის გააქციეს უყო ამ ქვეყნიდან, გაიგეთ ასე. აკადემიკოსები ჩვენ არა გვყავს, პროფესორები ჩვენ არა გვყავს უკვე. ეს ყველაფერი დაშალეს ეს სისტემა, გაიგე რაშია საქმე. ის თავის დროზე ჩვენი უნიჭიერესი და უჭყვიანესი აკადემიკოსები და პროფესორები გაიყვანეს გააქციეს ამ ქვეყნიდან და ვინც ახლა დარჩა ამ ქვეყანაში ვეთფაცოს მათი სულები ზოგი გარდაიცვალა გაიგე და აღერ მოვიყვანეს ვინ დაგვიშვეს როგორი აკადემიკოსები და პროფესორები დაგვიშვეს ლეონის რომლებსაც ერთ საათში დააწვევინათ დისერტაციები მიცეს ხელში დიპლომები და დღეს გამოდიან და ლექციებს უკითხავენ. აგერ ჩვენს ბავშვებს, ჩვენი ბავშვები ისინი სულ ვინც ქუჩაშია გამოსული, ვინც ქუჩაში გამოიყო. ჩვენი შვილები ესე ის რესურსია საქართველოს, ის გენოფონდი არის საქართველოს, მათ უნდა გადარჩენა. მივესალმები მე განათლების სამინისტროს, კარგი არის რომ მათმა ფორმები შეკერეს, გაიგე? იმიტომ რომ ბავშვი უნდა იყოს, სკოლის მოსწავლე უნდა იყოს განსხვავებული, მაგრამ მარტო გარეგნული შეხედულება და გარეგნული სილამაზე არაფერს არ შველის. შინაგანად არის გამოსაწორებელი, სულიერად არის გამოსაწორებელი განათლების სისტემაში მდგომარეობა, რადგან დღეს ისევე სოროსის პროგრამით ხელმძღვანელებენ, რადგან დღეს ისევე ლომაია სანტექნიკოსი რო იყო იმის რეფორმებით არიან დღეს და რადგან დღეს სკოლა არის გამოფიტული, გაიგე? ეხლა სულ გეყოლება ის იმას გორდელაძე რო არის სულელი ქალი ყაპალახიან ოდეიარება დარბის და ეს კიდო ლადო აფხაზა არის ეს ქათამი გაიგე და ბიჭო ის ყავს სკოლაში გაიგე და როგორ შეიძლება ის მიუშვა შენ ბავშვებთან რომ ბავშვებს ისინი დასასწავლიან კაცს ასწავლიან ამ ეს არაფერს არ ასწავლიან შემდგომ თავის დროზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მე მახსოვს კარგად ეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოხდა 2000-მდე ამერიკიდან ჩამოიყვანეს თვითონ ისა ინსტრუქტორები და ინგლისური ენის მასწავლებლები. ხო, მასწავლებლები, მაგრამ ესენი ვინ იყო? სხვა ცეროს თანამშრომლები იყვნენ. აბა რომ მათ ამოეყირებიათ თლიანად მთელი განათლების სისტემა. სოროსმა რა თქვა, იცი შენ? საქართველოს იყო ჩამოსული. ჩვენი თაობის, გიას თაობის, ჩემი თაობის, ჩვენი მშობლების თაობის ხარს უთხრა, რომ თქვენ კი ამჭირდებით. თქვენ არა როგორც ჩვენ გვჭირდება თქვენი შვილები და შვილიშვილებიო რომ ჩვენ უკვე მათ უფრო კარგად ავზდითო და უფრო კარგად მართავთო თქვენ უკვე ჩვენო საერთოდ ჩამოგწერეს რა აი ჩამოგწერე აბარა პირდაპირ ასე კაცო აი მაშინ ეს მაშინ თუ შეიძლება მე ჩავერთები ხო თქვენს დიალოგში რასაც დავუმატებ აი განათლების სისტემასთან დაკავშირებით არის ასეთი დომინიკ ლივენი ინგლისელი სოვეტოლოგი, ეს იყო ქალბატონ მარგარეტ ტეჩერის რჩეულის საბჭოთა კავშირის საქმეებში წარმოშობით არის ბალტიისპირელი გერმანელი, რომელიც 1900 მისი წინაპრები 1917 წელს გაიქცნენ რუსეთის იმპერიიდან. აქ ძალიან საინტერესო მონოგრაფია გამოცემული რუსეთის იმპერია და მისი მტრები დღევანდელი მე-16 საუკუნიდან დღევანდელ დღემდე. ერთი პატარა თავი აქვს დათმობილი საქართველოსათვის. დიახ. ნუ რასაც მე კატეგორიულად მის დასკვნებს არ ვეთანხმები. ნუ წერს ასეთ რაღაცას ქართულმა ინტელიგენციამ როდესაც მოვიდა ხელისუფლების სათავეში, მაგით გულისხმობდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას. ანახა რომ ქართულმა ინტელიგენციას არ შეუძლია ქვეყნის მართვა, მაგრამ მას მე რაც ისინი ჩამოაშორეს ხელისუფლებიდან ეს ქართული ინტელიგენციამ თავი შეაფარა უმაღლეს სასწავლებელს და ზდიან ბავშვებს რაც არისო ძალიან შაშიში მოვლენაო. მოდით ასე ვთქვათ რომ ჯერ ესეთი არ იყო ის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში არ იყო ვთქვათ იმდენი უმაღლეს სასწავლებლის პროფესორ მასწავლებლები რომ ყველა უკან უმაღლესში დაბრუნებული იყო ვთქვათ მე შემიძლია ვთქვა რამდენიმე პიროვნებაზე ვინც იყო უნივერსიტეტის დოცენტი მაშინ ან პროფესორი მაგრამ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის მერე ზოგიერთი გააგდეს უმაღლეს სასწავლებლებიდან
ეს ერთი. მაგრამ აქ თავარი რა არის? აქ თავარი ის კი არის, რომ მისი დასკვნა, რომ ანუ ქართულმა ინტელიგენციამ, იმიტომ რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო ყოველთვის ეროვნული სულისკვეთების კადრების სამჭედლო. კი. კი, საკლეს სხვა უმაღლესობები იყო, მაგრამ ამაში ყოველთვის მე დღეს გვაქვს ეს სამჭედლო უნივერსიტეტი, აღარ არის და მომტა ეს აღარ არის ეს უნივერსიტეტი და რაც შეეხება ხა თქვენ ბატონო გია რომ ინტელიგენცია გააგდეს, გაუშვეს და ჩამოაცილესო პროცესებსო მე გეთახმებით რატომ მოხდეს იცი ხა ნახეთ ეს სააკაშვილმა გააკეთო, მოდი გავიხსენოთ პირველი რაც კი და რატომ ხდებოდა იცი იმიტომ ხდებოდა შეხედე მე გეუნდები და ხა პირდაპირ აი თვალნათლივ გეუნდებით ყველაფერს როდესაც ჩვენ დაუშვა, მე უბრალოდ სამხედრო კუთხით გეტყვით რა. გვაქვს ჩაფიქრებული ამა თუ იმ ქვეყნის დაპყრობა, ხო? იარაღით, მაგრამ სანამ იარაღზე მივივალთ ჩვენ დაუშვათ, ხო? მანამდე არსებობს სხვა რაღაც გზები, ხო? ჰიბრიდული ომი. ჰიბრიდული ომი, აი, რომელი ჰიბრიდული ომმა ძალიან კარგად იმუშავა საქართველოში რა. ამაზე ძალიან კარგად აქვს აღწერილი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. გამოგვეცანეს ინტელიგენცია. გაიყვანეს. ანუ მათმა შექმნეს თავიანთი ინტელიგენცია. შექმნეს ისეთი ინტელიგენცია, რომელი ინტელიგენციას უკვე იყო მხოლოდ და მხოლოდ დაპროგრამირებული იმ მიმართულებით, რომ საქართველოს ისტორია საერთოდ უნდა გაენადგურებინათ. დაიწყოს, ესეც დაიწყოს. იქ დედაენა ამოიღეს, იქ სკოლებიდან ღვთისმსწავლებები ამოიღეს, ის ამოიღეს. აგიოგრაფიული ნაწარმოებები. ნაბიჯ დაიწყეს. ამავდროულად დავიდა მეორე მიმართულება. რა საბჭოთა დროინდელი ფაბრიკა ქარხნები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში იყო, ყველა განადგურეს. გაყიდეს ყველა, ერთლარად. ვინ გააკეთა, ვინ მიასყიდა ერთლარად? სააკაშვილო. ისევ იმ ქვეყნის აგენტებმა, ხო? და მათ მიცეს მისი განადგურების და გაყიდვის უფლება, ხო? აღარ არსებობს. აღარც ესეთი უზარმაზარი, თქვენ წარმოიდგინეთ, უზარმაზარი სამრეწველო ქარხნები მქონდა ჩვენ ქვეყანაში, ხო? აგერ ჯერ ავიღოთ მარტო ქუთაისის ავტოქარხანა. ეხლა ბოდიში გაგაწყოთ, მე არ ვსწავლე ერთი ბუდანეთ ქუთაისის ავტოქარხანა. დიახ. რამდენიმე წლის წინ მე მგონი ესე იგი როცა იყო ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მიტინგი დაემთხვა იმას რომ იყო საუბარი რომ ერთ-ერთი ჩინეთის კომპანიას უნდა აეღორდინება ქუთაისში ავტოქარხანა და დაეწყო ელექტრომობილების გამოშვება. კი ბატონო, კი, მეც მახსოვს ეს ყველაფერი. და მაგრამ მე ამას ხას რატო ვუწევ? ამდენს გამოდის ერთი ქალბატონი რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი იყო თუ აქტივისტი იყო, ახლა არ მახსოვს და ამას არც აქვს ახლა დიდი მნიშვნელობა. ქალბატონი ამბობს მე ვარ ქუთაისელი და ამათო, ანუ მართლ გუნდსო, უნდათო ქუთაისი ისევე როგორც კომუნისტების დროს აქციონ ინდუსტრიულ ქალაქათო. დიახ. მოდით ახლა ერთი რა არის იმაში, მოდი დავიწყოთ თუ იქნება ეს ავტოქარხანა შეიძლება ეს კაზები, კოლხიდები როგორც საბჭოთა პერიოდში ეძახდნენ. შეიძლება არ იყო ახლა მე არ ვარ ავტოსპეციალისტი, მაგრამ არ იყო თქვა იმ დონის. კი, გეთახმებით, თუ არ იყო, რა თქმა უნდა, ეს ახლა მაგრამ ერთი მუშახელი იყო დასაქმებული, აქედან დავიწყოთ. მეორე ისეთი შენ ყავდა კადრები. კი ბატონო. იმ კადრების გადამზადება ყოველში შეიძლება, იმიტომ რომ თქვა ავტოინჟინერებს და საავტომობილო ინჟინერებს თქვა ამზადებენ როგორც თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ასევე ქუთაისის უნიკალური ბაზა იყო. თბილისის ბაზა მქონდა. უნიკალური ბაზა იყო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, საიდანაც გამოდიოდნენ ინჟინერები, ისეთი ინჟინერები, რომლებიც სოფლიოში იყვნენ ისინი დაფასებულები. ამის გარდა ხო ზეგი თქვა ანუ შენ შეგძლო მათი გადამზადება, მათი სწავლება თქვა ან დატრენინგება როგორც დღეს იტყვიან ახალ ტექნოლოგიებზე და როდესაც შენ უკვე გაქვს არის კონკურენცია, შენ უკვე იმაზე კი არ ვზნობ რომ გეგმა და რა, მე შენ უკვე იმაზე ვზნობ ხარჯზე რომ შენის საქონლის მიცე უპირატესობა და არა თქვა სხვას. ახლა თქვენ ბრძანდეთ კიდე ასეთი რაღაც რო თქვა ხელისუფლებამ აი ეს დღესაც შინარჩუნებულია ორპარტიულობა. ბევრ შეიძლება არ ახსოვს და მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენოს, შეიძლება არ იცოდნენ. ეს იყო დაახლოებით 20 წლის წინ ვარდების რევოლუციის შეიძლება თუ ან მაქსიმუმ 1 წელი იქნებოდა გასული საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე არის რაღაცა ერთ-ერთი გადაცემა. გამოდის ლევან რამიშვილი, ეს იყო თავისუფლების ინსტიტუტის. ეს არის მაგარი უბინძურესი პიროვნება, რომელმაც აი მოწამლა ქართველი ახალგაზრდა. ხო და არ დაარსებოდა ჩემი მიზანი. უბინძურესი ადამიანი. და ლევან რამიშვილის
სიტყვები ჩვენი მიზანი არის ისევე როგორც ანგლოსაქსონურ ქვეყნებშიო უნდა იყოს ორპარტიული სისტემა, რომელიც ანუ კანკარას როგორც ამერიკაშია რა. ამერიკა და ინგლისი, იმიტომ თქვა კონტინენტურ ევროპაში თქვა, იქ ცოტა სხვა ვითარება ამ პორტი, როგორც უკვე აი პარტიების სპეციალისტია თქვა, ჩემ ვიწრო განხრით, იქ ცოტა სხვა ის არის, იქ პარტიული ბრძოლა ცოტა სხვანაირად მიდის. დიახ. მოდით ახლა ავიღოთ დღევანდელი ხელისუფლება, რატომ არ უნდა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ საბოლოოდ პოლიტიკურ არენასთან ჩამოაცილონ ნაცმოძრაობა თავის განაყოფებით, ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობა. დიახ. მოდით გადავხედოთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისგან 34 წლიან ისტორიას. სამხედრო გადატრიალების მერე, როდესაც ჩამოაშორეს ხელისუფლებას ზვიად გამსახურდია, მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველო ფაქტობრივად დაიშალა და აღარ არის. ვიღაცა რაღაცა ნაწილმა ეხა იჩემებ დღეს ვთქვათ, იგი აბსანდეს მეთოდო ჩვენ ვართ და ეს რამოდენიმე მიმართულება არა, რომლებიც ეს უკვე რამოდენიმე მიმართულება არის. კი. მოვიდა მოქალაქეთა კავშირი. 2003 წელს რუსულმა სპეცსამსახურება სააკაშვილის ხელით ისევ დაამხეს ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება. მოქალაქეთა კავშირი დაიშალა. აღარ არის, გაქრა. აღარ არის. მაგუნი ქაღალდაც აღარ არის იუსტიციის სამინისტროში. 2012-ში მოვიდა ქართული ოცნება, ნაცმოძრაობა არის. ანუ აქ უკვე ამ შემთხვევაში რა არის? იმ შემთხვევაში თუ ნაცმოძრაობა თავისი განაყოფებით, ანუ ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა, როგორც კი წავა პოლიტიკურ ორბიტიდან, შემდგომ რამდენიმე თვეში ან რამდენიმე წელიწადში მაგას მიყვება ქართული ოცნება. ეხლა ბატონო გია ნახეთ, თქვენ ძალიან ისე კარგად გააკეთეთ ყველაფერი და მიმართულებებიც აიღეს, სწორად გააკეთეთ. ამიტომ ამას ჩვენ ვამბობთ, ეხლა ქართული ოცნებას, კი, მე ახლა რაც გააკეთა, მაგას ყოველთვის ვამბობ და ვაღიარებ. სააკაშვილის დროზე დადებითი. ხო, რასაც მე რასაც ქართული ოცნებამ რაც გააკეთა, მაგაზე მადლობას ვეუბნებით ქართულ ჩვენ ადამიანებს, გაიგე? ნუ ახლა არის რაღაცა მიმართულებები, რომელიც მართლაც ივაშკაც ესა გააკეთეს, მაგრამ იქ ყველა კი არა ქართული ოცნება. იქ არიან ქართულ ოცნებაში ჩანერგილი დივერსანტები, რომელიც ხელს უსვიან კაი საქმის კეთებას. გესმით აშია საქმე, ხო? ახლა ისიც თქვა, ახლა მარტო ქართულ ოცნებამ კი არ დაიმსახურა ესო ქვეყანაში მეორე ფრონტი არ არის. ხალხის ნება იყო. ხალხის ნება, ხაბარა, საქართველოს მოსახლეობის 99% იმაზე იყო, რა ვიცი, ომი არ უნდა ყოფილიყო საქართველოში. 1% ეს ნაცბანდა და ეს აგენტურა იყო, რომელიც ამას ცდილობდა, ხო? ჩვენ კარგად გვახსოვს. არის შავი ხრელები, ეს დეკანოიზე რო ამბობდა იქიდან ხან რა შემოგვაცურეს, ხან რა შემოგვაცურესო, როგორ უნდა ჩავედეთ ამ წუბეში. როგორც თქვენ ბძანეთ ახლა, კი ბატონო, დღეს ამას ვედავებით ჩვენ ქართულ ოცნებას, ვეუბნებით რომ მოგვაცილე ეს კაცო, ეს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა მოგვაცილე, გესმით აშია საქმე. არ გვინდა ჩვენ ეს, არ გჭირდება. ჩვენ გვინდა საქართველოს არ ჭირდება. როგორც საგარეო პოლიტიკას, ისე საშინაო პოლიტიკას არ ჭირდება. რადგან ესენი საქმის ფუჭების მეც არაფერს არ აკეთებენ და თქვენ ამით მანიპულირებთ, სარგებლობთ. და გაიხამძლივოთ ცხოვრებას, ხო? ეხლა მეორე კიდე ბატონო ტრესენ მე კიდე ბოდიში კიდე გაწყვეტ, ეხლა თქვენ როგორც სამხედრო კაცი ბრძანდებით. დიახ. თუ გადავხედოთ ევროპის და თუნდაც ჩვენი მეზობელი თურქეთის ისტორიას. როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ სამხედროები, თქვა ეს თურქეთში ეს იყო ქემალ ათათურქი. კი ბატონო. ამერიკაში პრეზიდენტი დუაიტ აიზენჰაუერი. სწორედ ამ ორმა პიროვნებამ გააკეთეს ის, როდესაც სამხედროს არასდროს არ საფრანგეთში დეგოლი, კი ბატონო, დიახ გამომჩა. უნიკალურად წარმართა ქვეყნის მდგომარეობა. აქ ის არის, რომ სამხედროებს არ იმიტომ რომ მაგათმან ძალიან კარგად იციან რა არის ომი, მაგათმან ძალიან კარგად იციან რა არის ჯარისკაცის ჯაფა. ისინი ყოველთვის ცდილობდნენ რომ ყველა პრობლემა მოეგვარებინათ მშვიდობით და არა კი ბატონო, გეთახმებით. არა იარაღი. თუმცა იგივე, მაგრამ უკვე როდესაც არიან სპეცსამსახურის წარმომადგენლები, ისინი უკვე ართულიან ადამიანის სიცოცხლეს არაფრით არ აგდებენ. სამხედრო თქვათ არის უშრების გენერალი ავიღოთ და სამხედრო გენერალი ამ
არა ისიც არის ახლა კი სხვა სპეციფიკური ისინი არის ეს სხვა სტრუქტურა არის ეს სხვა სტრუქტურა არის ეს სამი უწყება შინაგანსაქმე და სამი უშიშრება და თავდაცვა ხო სხვადასხვა ის არის სულ მაგრამ საერთო ჯამში როდესაც სახელმწიფოში ცხადდება საომარი მოქმედებები ყველა შედის გაერთიანებულ გენერალური შტაბის მართვის ქვეშ მაგრამ ის რო ახლა სპეცნაზებს არ მიაჩეს არაფრად ადამიანის სიცოცხლე ეს გამოვრიცხოთ რა იმიტომ რომ შეხედე რა ხდება არის ხანდახან ისეთი სიტუაციები ხო აი გეგმა დაისახა გეგმა ხო ამოცანა ოცეულის წინაშე ხო აი მიეცი მას მიმართულება მეთაურმა ხო აი შენ ეს გეგმა დასახე მაგრამ როდესაც უკვე 20 მეთაური ჩაება და დაიწყო ამ გეგმის განხორციელება და დაიწყო კონტაქტური მოქმედება უკვე ხო იქ შექმნით მდგომარეობას დაკავშირებით ხო სადაც არის იქ უკვე სხვა სიტუაცია დაგვთ მას კი რაღაც გარკვეული გეგმებში უკვე საჭიროა ცვლილებები შეტანა აუცილებლად იმიტომ რომ იქ შეიძლება რაღაც შენობა ნაგებობა იყო რომელიც რუკაზე იყო და შემდეგი და აღარჩას დაინგრა გაიგე იქ რაღაც ხე იყო რომელიც რუკაზე იყო და ის აღარ არის მოჭრილი არის ის ხე იქ რაღაც გზა არ იყო და ახლა გზა დაგვთათ გაყვანილი გაიგე ანუ რაღაცები ცვლილებები უნდა შეიმასა შეიტო შესაბამისად კიდევ ახლა სათაზერო მონაცემების რაღაც რაოდენობა მიიღე მოწინააღმდეგე მხარეს დაუშვათ ამდენი არის მოწინააღმდეგე მხარე დღესდღეობით რომელიც შენ გიპირისპირდება და მათ აქვს ამდენი ტექნიკა ამდენი შეიარაღება მათი გეგმები ესაა და უცებ ადგა და მოწინააღმდეგე მხარემ გააკეთა გადათამაშება ეს არის სატყუარა ხო რომელიც შენ დაგანახა და შემოგიგდო რაღაც ესა სატყუარა და ვითომ და მართლაც რეალურად ეს რაოდენობა აქვს მაგრამ ყავდა შენიღმული კიდევ სხვა დანარჩენი ძალები მას და უცებ იქ წარმოიშვა ეს სხვა დანარჩენი შენებული დამატებითი ძალები ხო ამიტომ უკვე იქ მეთაური ღებულობს გადაწყვეტი ის 20 მეთაური ღებულობს გადაწყვეტილებას ადგილზე 100 მეთაური ღებულობს გადაწყვეტილებას ადგილზე ბატალიონის მეთაური ღებულობს გადაწყვეტილებას ადგილზე ბრიგადის მეთაური ღებულობს ადგილზე გადაწყვეტილებას იმიტომ რომ იქ უკვე შტაბთან ესა რა ქვია შეიძლება კავშირი გაგიწყდეს როგორც ახლა ჩვენ 2008-ში დაგვემართა ხო ხედავ რა მოხდა 2008-ში რომ თლიანად აბსოლუტურად ანულირებული ვიყავით მართვა დაკარგული იყო შეიძლება ეს 2008-ში რა თქმა უნდა აბა რა ხო ეს იქ ადგილზე ვეღებულო გადაწყვეტილებას ახლა და ამიტომ იქ შენ უკვე როგორი მოქმედება და თვითონ შექმნილი სიტუაცია როგორ მოგცემს შენ და როგორი სიტუაცია დახვდება იმის და მიხედვით მოქმედება ხო და ახლა იქ ძალას გადაამეტე იქ რაღაც იძალადე იქ ვიღაცამ ხელები აგიწია შენ და გვარდება და ამ დროს მის უკან ვიღაცა არის ამოფარებული გაიგე და ის სამიზნეს ყავხარ და შენ რატო ხელებ აწეულს ესროლე ამის განჯა და ამის განკითხვა აღარ შეიძლება და ამის რომ ვიტყვი შემდგომ განხილვა იმ რანგში რომ შენ ძალას გადაამეტე ხო იქ შეიძლება ის უცებ ასეც ხდება და ასეც იყო კაცო ომებში რომ აი იქ გარდა შენი მიცვალებულის ქვემოთ ქვეშ იმას დებენ ნაღმი ხელყუმბარას გაიგე ამას ყველაფერს და ამ დროს იქ ჩასაფრება არის და ჩასაფრებული არის და სატყვარას კიწვეს შენ იქ უკვე მოქმედებ როგორ იცი ფაქტურად თუ რამე წინ შენ წინ არის ხო ეს ყველაფერი უნდა გაანადგურო აბსოლუტურად რადგან შენ თუ უყურებ რომ ამ იმათი ქმედებებიდან გამომდინარე რომ შენ და შენ პირად შემადგენლობას უდიდესი საფრთხე გემუქრება და განადგურების საფრთხე გემუქრება და შესაბამისად შენ წინაშე დასმულ ამოცანას ვერ ასრულებ ხო მე მაგალითად ასეც გამიკეთებ და ასეც გავაკეთებ ვიმოქმედებ ისე როგორც მე მომცემს შექმნილი მდგომარეობა ხო ისე ვიმოქმედებ შეეხე სპეცნაზელებს შეეხე ხო იმ სპეცნაზელებმა რომელიც ახლა დააპატიმრეს გაიგე და დიდი დანაშაული არის გაიგე ქართული ოცნების მხრიდან ამათი დაპატიმრება იმ სპეცნაზელებმა რომელიც სპეცნაზელებას მათ შეუნარჩუნეს თანამდებობები შეუნარჩუნეს ის ქონებები ის მილიონები და არ არიან დღეს გაქცეული ქართული ოცნება საქართველოსთან ამ სპეცნაზელების დამსახურება არის და შენ მას ეუბნები რომ ძალა გადაამეტეო ეხლა მე ვდგევარ რუსთაველზე ვიცავ წესრიგს მე აკეთ ხედავ ჩვენ მოპირისპირე მხარე შეერაღებული არის პილოტექნიკით შეერაღებული არის მოლოტოვებით მოლოტოვის კოქტეილებით რომელიც ყველაზე საშინელი და საფრთხეის არის საშუალება ხო შეერაღებული ბლაგვის საგნებით შეერაღებული დანით იარაღიც იყო ხო ეხლა მე ველოდო იმას როდის მოვა და როდის მოახდეს ჩემს ლიკვიდაციას ხო უნდა ველოდო მას ამიტომ მე შესაბამისად უნდა ვიმექმედო იმ შექმნილ მდგომარეობიდან გამომდინარე ხო და მოდი ახლა მე შენ მე ნუღა შემიფასებ იმას გაიგე რაშია საქმე რომ შენ რატო გადაამეტე ძალას იქ ქაოსი იყო უმართავი ქაოსი იყო იმ უმართავ ქაოსში გია ვერანაირად შენ ვერცერთ შემთხვევაში ინდივიდუალური პირი და ინდივიდუალური სპეცნაზელი ხო ვერ იმოქმედებ ისე იმ ინსტრუქციის და მიხედვით დაუშვათ რომელიც შენ ინსტრუქციას
ჯერ ისეთი პროტოკოლი რაც დაგიდგინეს. ხო, რა და ვერ იმოქმედებ რა. და მე ამაზე შევთანხმდეთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ უყურეთ როგორ შლიან იმას დემონსტრანტებს, ხო? ისა ავტომობილებს აჯახებენ, ცხენებით გადაულიან, ხო? მე ძაღლებს რომ მიუსევენ ეგრე. საფრანგეთში ნახეთ როგორ დაშალეს ის. აქ შენ ვიღაცას ხელი უჯიკა იმან, ხო, რაღაცა ის დააფიქსირე, ამისთვის იჭერ ამ ადამიანებს, რომლებსაც შენ გადაგარჩინეს, აი მე არა მაქვს ისა რა ქვია დაუშვათ ის რომ მათმა გადაარჩინეს კიდევ რევოლუციისა და გადატრიალებისა და საქართველოს მაგრამ შენ გადაგარჩინეს შენ რომელ ტოცესაც ღირ იმ ტოცს ჭრი და დღეს და ხვალ კიდევ ელოდები არეულობას და ამით შენ უკვე სხვა დანარჩენი სპეციალისტები დასიზამენ აი მე უკვე სხვა ექნებს ფსიქოლოგიური ზეწოლა мотивация დაკარგავს მთლიანად უკვე თელმა ძალოვდება კაცოებიდან გამომდინარე ამ სანქციებიდან გამომდინარე და იმას აჯილდოვებ რა ქვია გრიგორიანებს იმას აჯილდოვებ ამ მოლოტოვის კოქტეილებს როლებს აჯილდოვებ და იმას ეუბნები სენდესის პატრონები ხართ თუ გაიგე უშვებ ციხეებიდან რომელსაც პოლიციელი დაწვა სახელმწიფო მოქალაქეობა განადგურა და ამ ბიჭებს რომელი ბიჭების 24 საათი საგუშაგოზე იდნენ, იცავდნენ ღირსებას, თავისი ოჯახების ღირსებას. ხომ დააკვირდით რა დღეში აგდებენ, როგორ შეურაცხყოფებს აყენებდნენ ეს საკედან, ხო? როგორ ოჯახების შეურაცხყოფებს, როგორ ლანძღავდნენ, როგორ აფურთხებდნენ. წარმოედგინეთ თქვენ რა დონის სიმაღლეზე უნდა ედგა ადამიანის სულიერად, რომ ეს ყველაფერი მოითმინო. ხო? ამას უკვე ძალიან დიდი ნერვები. ხო, თადინა, ხო. გარდაცვლილ დედას გარდაცვლილ დედას რო შეაგინებ. რო შეაგინებ, და იმას რო ეუბნები შროად გეხადა შეინცოლი ვიღაცას ან კოტრიალებს ლოგინშიო, ამას რო ეუბნები პოლიციის ბიჭო, ამ ადამიანის ღირსება ქართველები ვარ ჩვენ კაცო. მე მაგალითად იქ რო ყოფილიყავი ყისეს დავამტროლის უყველას, გაიგე? იმიტომ რომ ჩვენში ეს არ არსებობს, არ არის კაცო. ჩვენ ვერ ავიტანთ იმ უსამართლო შეურაცხყოფებს, გაიგე და იმ უსამართლო მოქმედებებს, რასაც აი უცხოპლანის სპეცსამსახურები აკეთებინებენ ამ ჩვენს ტვინ გახვრეტილ და ტვინ გამორეცხილ აი ამ სექტანტო დაჯგუფებებს, ხო? და მე ახლა ქართულოს იმას არაერთხელ უთხარი და მოუწოდე ეს სირცხვილი არის. თქვენ ჩადიხართ ისეთ რაღაცებს, რომლებიც შემდგომ ცხვირს მოგამტვრევინებთ, ხო? ამ სპეცრაზმელებთან მოქმედებაში, თქვენს ამომრჩეველთა მოქმედებაში, ამომრჩეველი, რომელიც მართლაც გულანთებული იყო თქვენთან მიმართებაში, დღეს ისინი თქვენ სახში დასვეთ, იმიტომ რომ გვერდში დაიყენეთ ნაციონალები აგერ, ზოგი უკვე პარლამენტში ყავს აგერ, ზოგი თანამდებობების ყავთ, მინისტრები ყავთ, მინისტრის მოადგილეები ყავთ და ეს გულანთებული თქვენი მხარდამჭერები, თქვენი ვაჟკაცი, ბიჭები და ვაჟკაცი და ნამდვილი ქართველი დედები და ნამდვილი ბებიები და ბაბუები, რომლებიც აი ესე ერთად ასე მოკიდეს ხელი და მოგიყვანეს ხელისუფლებაში, ყველას ხაზი გადაუსვით. აი რა არის გულსატკენი ამ ადამიანებთან მიმართებაში და რას აკეთებთ თქვენ და რას როგორ მოქმედებთ, ხო? არ გამოგივათ ეს და ვერ გამოგივათ ეს, იმიტომ ვერ გამოგივათ. ჩვენ კიდევ ვიმეორებთ საქართველოს მოსახლეობა, რომლებსაც არაერთი დიდი საქმე გვაქვს გაკეთებული ამ ქვეყანაში, უსამართლო და არასწორ მოქმედებებს არავის არ ვაპატიებთ და არც თქვენ გაპატიებთ და არც სხვა დანარჩენ იმ თქვენს მიერ ნაყიდ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ნაყიდ პოლიტიკურ პარტიების თავმჯდომარეები იქნებიან თუ მათი პოლიციის წევრები იქნებიან, რომელსაც დღესაც აფინანსებს უკვე და აგერ გამოუჩნდეს პირდაღებული ვაშაძე და ისინი ქუჩაში და ლაკმობენ და სისულელებს ეუბნებით. ამას არ ყლაპავს ქართველი და აღარ ჭამს უკვე ვიცის ქართველმა ხალხმა უკვე ესენი რა არის და რას აკეთებენ. ჩემი ნება იყოს საერთოდ უნდა გავიხსენოთ ერთი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ბიუჯეტიდან ეს შემოიღო სააკაშვილმა. კი ბატონო. მოდით ახლა ასე ვთქვათ, მე ამ პოლიტიკურ პარტიებს ვთქვათ, რომ გადალახეს რაღაცა ამ ბარიერენ გავიდნენ პარლამენტში, იმათ სხვა არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან შედარებით აქვთ ისედაც მეტი ტრიბუნა, აქვთ მეტი საშუალება და პლუს ღებულობენ საბიუჯეტო დაფინანსებას. მოდით აი არის თქვათ სხვა პარტიები თქვათ, ავიღოთ ქართულ ტრადიციონალისტთა კავშირი, ავიღოთ თქვათ ქართველთა ერთობა, ავიღოთ კიდე მესამე მეოთხე პარტია, ხო? მაგრამ იმათ ისინი არსებობენ დღეს თავიანთი ან საწევრებით, ან აქტივისტების ენთუზიაზმზე. ახლა მე რიგითმა გადავხვდი, მე როდესაც თქვათ ავიღოთ იგივე ან ქართული ოცნება, ან ნაცმოძრაობა, სადაც არიან მილიონერები, მე რატომ უნდა ვაფინანსო ჩემი გადასახადებიდან, ჩემი ჯიბიდან, თქვათ, გინდა ქართული ოცნება, გინდა ნაცმოძრაობა, გინდა გია რა არის იცი? ეხლა თქვენ მე გეტყვით ახლა რაღაცას. რაც შეეხება გარედან შემოსული ფინანსებით, როდესაც შენ პოლიტიკურ პარტიას დააფინანსებ, ანუ შენ იმის დირექტივებს უნდა იმოქმედო უკვე. RSS კანონში სხვათა ჯერ კიდევ არა, მე რას გეუბნები, შეხედეთ, ეხლა შენ უკვე
ის ახლა ისეთი პოლიტიკური პარტიები რა ხომ თქვენ და მოდი შევთანხმდეთ იმაზე რომ უკვე მოდი ეს ძველი რაც არის ყველაფერი გადავდოთ გვერდზე რა აბსოლუტურად იმიტომ რომ უკვე ის ტრადიციონალები არიან ისინი არიან ისინი გაიარეს მათ უკვე საკმაოდ მთელი პოლიტიკური გზები და მე რას ვეუბნები იცი ამათ უცნებას რა მე მგონი ამაში ჩვენ შევთანხმდებით რომ ჩვენ შევქმნათ ახალი თაობა ახალგაზრდა ქართული ეროვნული საგადმოაზროვნე კარგად აი კრისტალური ახალგაზრდა რომელიც გაუსრულები არიან ყველანაირ საქმეებში ეს უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ ქართველმა ერმა რომ ეს პოლიტიკური ძალა რომელი პოლიტიკური ძალაც შეიქმნება გვერდში უნდა დაუდგეთ ჩვენ კი არ უნდა გავივიდოთ დავიწყოთ ის ჩვენი ესენი უნდა გამოვიყვანოთ წინა ხაზზე ანუ პოლიტიკურ წინა ხაზზე და საქართველოში საკამაოდ არის ძალიან კარგად ორგანიზებულად და კარგად დაფინანსებული და ფულიანი ადამიანები, ბიზნესმენები, რომელმაც უნდა აიღონ თავის თავზე და დააფინანსონ ეს პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიქმნება. საქართველოს შიდა რესურსით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. შიდა დაფინანსებით უნდა მოხდეს. თუ რომელიმე ქვეყანა შემოვიდა მათთან ფინანსებით, ის ქვეყანა უკვე ჩათვალე რომ შენ იმის ისახა რა. მე შოქში ხარ უკვე. არა, ესეც არის. ნუ საერთოდ უნდა ითქვას. და თუ რა სახელმწიფო რაღაც ის რომ კანონები რომ მიიღო და პოლიტიკურ პარტიებთან დაფინანსებასთან დაკავშირებით და საერთოდ მე არ ვიცი ეს როგორ შეიძლება და როგორ ვის მოვიდა თავში აზრად კაცო პოლიტიკურ პარტიას თანხა თუ არ მიეცი ხო რით უნდა იარსებოს რა უნდა გააკეთოს მას ოფისი ჭირდება მას სამუშაო საშუალებები ჭირდება ხო მას ტრანსპორტი ჭირდება საწვავი ჭირდება ხალხთან ჭირდება ხალხთან მისვლა უნდა როგორ გაკაჩავს თუ კი საქართველოში პოლიტიკური კულტურა იქნება გაიგე როგორც ჭირდება და როგორც არის ეს და თუ კი ჩვენ საქართველოში სწორად ვიმუშავებთ და საქართველოს მოსახლეობას ჩვენ უკუმა კი არ ნუგივატარებთ ანუ ტელეეთერების საშუალებით ტვინი რო გამოულეცხენ ხალხს დღეს და უკვე მარტო იმაზე არიან იმას ფიქრობენ და ქუჩაში რო გახვალ თქვენ დაიარებით ქუჩაში და მე დავდივარ ქუჩაში და როგორ სახეებს უყურებთ ხო ხედავ ეს საშინელება არის კაცო ხო ეს ასიბრალია იცი ეს არის იმდროინდ ჯერ ხალხი გაამათხოვრეს გაიგე ეხლა რომ შევეხეთ ჩვენ ფაბრიკა ქარხნების ამის დანგრევას ხო ეს გაამათხოვრეს ხალხი ჯერ და მე ვიღაცამ რო თათშიერი არ უნდა მოკვიდე ხო პატარას მოგიგდებს ორლუკმას ცოტა ოდა ამოისუნთქო გაიგე მე ხო გამოიხედავ თვალებში ამასთან დაკავშირებით ძალიან ეხლა სააკაშვილს ძალიან ისე სინგაპურიო მაგრამ Lee Kuan Yew ეს თანამედროვე სინგაპურის ერთ დამაარსებელი და რამდენი წელი იყო მე მგონი 20 წელი იყო მისი უცხოელი პრემიერ-მინისტრი. Lee Kuan Yew-ს სიტყვებია სახელმწიფოში სადაც მოსახლეობას არ აქვს მინიმუმ რაღაცა გარკვეული თანხა შემოსავალიო იმ ქვეყანაში დემოკრატიაზე ლაპარაკი არის ზედმეტიო. აბა რაღაცა. იმიტომ რომ ის ელექტორატი დაუჯერებს ნებისმიერ ზღაპარსო რასაც უსინდისო პოლიტიკოსები უხეშად ვთქვათ მოაწყვლებენ, იმიტომ რომ იმათ უნდა კაი ცხოვრება მოდით. ამიტომ ვისაც რას დაპირდება, ის უკვე იმაზე აღარ ფიქრობს, იმ დაპირებას როგორ განახორციელებს, იმიტომ იმას ის ფიქრობს დღეს რა შეჭამოს. იმიტომაც იყო რომ არჩევნების წინ რო ურიგებენ 20 კილო კარტოფლისა თუ ერთ მეშოკ კარტოფლს ეს ყველა ხელისუფლება გაკეთებდა მას ყველა ხელისუფლება და აი ერთადერთი არ გაუკეთებია გამსახურდიას ხელისუფლებას ხო გამსახურდიას მორჩა არ გაუკეთებია მოდი ახლა თქვათ სიმართლე უთხრათ ხალხს რომ გამსახურდიას ხელისუფლება რო აერჩია ხალხმა რა 80 კი არ გაუკეთებია მაგრამ ეხლა თქვენ ხო ეკონომიკას და იმას რო შეხედეთ თქვენ წეხან ახსენეთ ქუთაისის ავტოკარხანა დიახ და ძალიან გეთახმებით იმაში რომ ქუთაისის ავტოკარხანას ძალიან თითქმის დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი იყო და დასაქმებული დასავლეთ საქართველოს ქუთაისის ისე მიმდებარე მესის ობლების და ქალაქების და რაიონების ხო და ჩინელებზეა როდესაც დაიშალა შენოსად ბათუშორის ბატონმა თემურ შაშიაშვილი როდესაც იყო ინგლისის გუბერნატორი იმის ბაზაზე დაიწყეს ინდური ჯიპების აწყობა კი მახსოვს მე კარგად მახსოვს მაგი ეხლა შემდგომ ეხლა ქუთაისის ავტოკარხანა ის უზარმაზარი ავტოკარხანა კაზებს უშვებდა მე მაგალითად მახსოვს ნუ ხა კარგი იყო და თუდი იყო მუშაობდა რა ქარხანა დატვირთული იყო სამი ცულა მუშაობდა სამი ცულა დილის ცულა შუადღის ცულა და ღამის ცულა მუშაობდა წარმოიდგინეთ თქვენ რა დონეს დატვირთვა ქონდა ამ ქარხანას ხო ეს ვინ არ მიგრე იცი ვინ გაყიდა
ეს ხო გაყიდა ხო აკიდიეს ანა ნაცვლიშვილის მამას ანა ნაცვლიშვილი საიასში რო იყო საიას თავმჯდომარე რო იყო შემდგომ ლილოში რო გადავიდა და პარლამენტარი გახდა მისმა მამამ იყიდა ეს ქარხანა ერთლარად იყიდა და მისმა მამამ გაანიავა ეს ყველაფერი და ანა ნაცვლიშვილი გამოდის და იქიდან მოზღავს შენ ტრიბუნებიდან რომ აი თურმე ეს ბიჭო თავის მამას მიხედოს და ქვეყანა რო დაანგრია და ქვეყანას რო გაანადგურა მთელი დასავლეთ საქართველოს გარკვეული ნაწილი შეერდა უმუშევრად დატოვა. ამიტომ ასე ვთქვი, მე როცა ვამბობ ასეთ რაღაცებს, ხო? აი შენ აი პრორუსი ხარ ისა ხარ. რა გააკეთა ლუკაშენკომ? ლუკაშენკო რა გააკეთა? მე დავდივარ ხოლმე ბელორუსიაში და მაინტერესებს რადგან რომ შემდგომ ჩემ თავში იყო დარწმუნებული, რასაც ვამბობ, რომ მართლაც ვამბობ. ყველა ეს ფაბრიკა ქარხნები რომელიც საფრთხეში ზურს იყო შენებული. გია, არც ეს არ შეხებია. ერთი აგური არ მოუხსნიათ ეგიდან. რა გააკეთა? იცი რა თქვენ ძალიან ახლა. მათი გათანამედროვება გააკეთა. სატრაქტორო ქარხანას, საავტოსპორტო ქარხანას, მაცივრების, ტელევიზორების და ასე შემდეგ და ჩამშენებლობის ქარხანის მოდერნიზაცია გააკეთა. და შექმნა ისეთი პროდუქცია გაიტანა უკვე ქვეყნის გარეთ გაიტანა, ბაზარზე გაიტანა. და ის ხალხი, რომელი ხალხი დასაქმებული იყო ამ ქარხნებში, სულ ყველა შეინარჩუნა. და დღეს ოჯახი არ არსებობს, რომ დაუშვათ 5 სულია ოჯახში, 5-ვე მუშაობს. ყველა დასაქმებული არის. დღეს იქ მოდის და გეუბნება უბნის ინსპექტორი. რატო არ მუშაობ? ვადებს გალებს. რატო არ მუშაობ? სამსახური არის აგერ, ხო? ნუ $500, $1000 ხელფასი, ხო? რადი იმუშავე, რატო არ მუშაობ? გაძებს ვადებს. თუ შენეთქვია სამსახური ვერ ვიშავო, ის მოდის და ორ კვირაში მოაქვს შენთან სამსახური. აჰა, წადი იმუშავე ახლა. აი ესეთ პრინციპია. ნახეთ ახლა რატომ ამას. იგივე რო ჩვენ შეგვენარჩუნებინეს ფაბრიკა ქარხნები, რა ჩვენ ქონდა საქართველოში, ხო? ჩვენ საავტომობილო ქარხანა, სატრაქტორო ქარხანა ქუთაისში, უზარმაზარი სატრაქტორო ქარხანა, თბილისის ავიამშენებლობის ქარხანა, სოფლიოში გადიოდა. ჩვენი სუები დღესაც უკვე იყენებენ საომარ-მოქმედებებში გარკვეულ ქვეყნებში, კაი, იმ დონის და იმ ისეთი სპეციალისტები ხდება საქართველოში. საქართველები, საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანების, კაი, გაანიავეს ეს, გაანიავეს ჩაქვშენებლობის ქარხანა გაანიავეს ეს მთელი რადიო ქარხანა დიდუბეში და ელმავამშენებელი ქარხანა, ხო, გაახსოვ შენ და საქართველოს თავისი ელმავლები ყავდა. ეს ახლა იქნა კიდულობენ, საღაციდან შემოყავთ, ხო იცი ახლა გააკეთე. საღაციდან. რატო უნდა მჭირდებოდეს? მე საღაციდან შემოყვანა, როცა შენ ეს პული შეგიძლია ჩადოაგერე და შენი აწარმოო. შენი აწარმოო, ხო? რატო? იმიტომ რომ შენ თუ გახდი დამოუკიდებელი ეკონომიკის კუთხით ძლიერი სახელმწიფო, ხო? ის ქვეყანა, რომელიც ქვეყანას შენზე ზეგავლენის მიერ დაპრობას ხვიქროს, ხო? იქ დამთავრებული საკითხი ჩაგეხსნება უკვე. ამიტომ ის მითო შენ განადგურებს ანულირებას გიკეთებს ამ კუთხით და მითო აწარმოებს ჰიბრიდულ ომს, რომ მან შენ ნოლზე დაგხვას, კაი და შესაბამისად თავისი შემოიტანოს ყველაფერი ის უბედურება და გაასაღოს ამ ქვეყანაში. როგორც სოფლის მეურნეობა გაგვინადგურეს ჩვენ რა გვჭირდა დაუშვათ სხვა ქვეყნიდან შემოგვეტანა თუნდაც წყვილფეხა პერიოდის ხორცი ან წვრილფეხა პერიოდის ხორცი ან მეფრინველეობის წარმატებული მეფრინველეობა იყო სოფლის მეურნეობის კიტრი, პამიდორი, კარტოფილი უნიკალური ის იყო აგე მემწვანილეობა რა დონეზე იყო დასავლეთ საქართველოს ქუთაისი მოსკოვში გაქონდათ ბიჭო მწვანილი გაიგე მოსკოვში გაქონდათ მწვანილი და იქ ესე იგი ყველგან ქუთაისის მწვანილი იყიდებოდა და ამავდროულად კიდევ შიდა ბაზარს აკმაყოფილებდა ხო ეს ყველაფერი აი ნელ-ნელა ჩაკეტეს მოსპეს და ამიტომ გავხდით დღეს ჩვენ საქართველოს ხალხი პირ დაღებულები და ვიღაცაზე დამოკიდებულები. ამას ქვია საერთოდ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება რომელიც ესეც მოგვისპეს. რა თქმა უნდა, შენ თუ ქვეყანაში ეკონომიკა არა ნახეთ ახლა მე ახლა გაივხვდით გამარჯვების საბჭოთა კავშირის დროს გია, როდესაც ეშლა საბჭოთა კავშირი ბევრი რაღაცები დაგვიტოვეს რუსებმა ჩვენ რომელიც ჩვენთვის იყო კარგი. აი მაგალითად სამხედრო ბაზები რომელიც ჩვენ გადავიბარეთ ხო პირადად იმ პერიოდში ჩართული იყო ამ პროცესებში და ტექნიკა ხო ეს მთლიანად ჩვენ ამას ვიყენებდით საომარ მოქმედებებში აფხაზეთში ამავდროულად ჩვენ კვების პროდუქტებს რომელსაც ღებულობდით საომარ მოქმედებებში აფხაზეთში ხო სულ ყველა იყო თბილისის საცავებიდან გამოტანილი საბჭოთა კავშირის დროს შემოტანილი 65 წელში ანდრონის ენზეები ქონდა ეს ყველაფერი მოსპეს გაანადგურეს განულრება გაუკეთეს ყველაფერს და ამას ვამბობ მე რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ დალაგება რუსეთთან ისევე დალაგება ჩვენ დასალაგებელი ერთადერთი ჩვენ ვჭირს რუსეთთან რატო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ასაღდგენი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ამ ფორმატში არ მოხდება
რაღაც ჟენევის ფორმატი და eso. შენ პუტინმა რო წეიღო ის უკან არ დაგებრუნებს ის შენ იმას არც შემთხვევაში მე წაგართვა ხო უნდა მიხვიდო ბიჭო და მე რო შენ ჭიქა წაგართვა ხო უნდა მითხრა ბიჭო რატო დამართვე ჭიქეთ გამაგები კაცურად ხო ეხლა თუ შეიძლება ვინ მიდის იქ ერთ გამაგებინე რომელი ბედავს და რომელი მიდის და რომელი ეუნება ასე შენ ეს აფხაზეს სამაჩაბლო რო წამართვი კაცო რატო წამართვი რის ვიწამართვი ხო ხო უნდა მიხვიდო დიალოგი შენ თავხდებით იმაზე თუ არა დიალოგი უნდა იყოს თუ არა ამ ფორმატში და ამ მიმართულებით რუსეთთან იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენ აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. საერთოდ ამ შემთხვევაში მეც მქონდა ამასთან თავიდანვე სამსახურებრივი შეხება, როდესაც მუშაობდი პარლამენტში, როდესაც მუშაობდი სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტ შევარდნაძესთან და მაგრამ ასეთ საოცრად ვიტყოდო დღევანდელ რუსეთთან, აი დღეს ვინც არის სათავეში ასეთი დიალოგი არის შეუძლებელი. მე ჯერ კიდევ სხვათა და ასე რაღაცებს ვიყო, ჯერ კიდევ 1993 წელს იყო ძალიან ცნობილი საბჭოთა რუსი დისიდენტი ვლადიმერ ბუკოვსკი, რომელიც 2000 არ მახსოვს გარდაიცვალა. რუსეთის დაშლა 2019 წელს უკვე იწინასწარ მეტყვა რუსეთის მეცნიერებათა აკადემია. მე დაიშალა? არა, მათ ქვეთ ამას აქვს თავის პროცესები. არნოლდ ტოინბი ეს იყო მე-20 საუკუნის უდიდესი ის ინგლისელი ისტორიკოსი, რომელმაც მთელი თავის ცხოვრება შეალია ცივილიზაციების კვლევას. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ინგლისის დაზვერვის ანალიტიკური სამსახურის ერთ-ერთი უფროსი, რომელიც იცი მდინარე ტემზის ქვეშ. არ გასაკეთებია. მომისმინე, ჩვენ მოდი ახლა ის ვინი დღევანდელ რეალობას შევხედოთ. დღევანდელ რეალობაში ჩვენ ვართ ორი ისტორიული, აი დედას რო შვილს მოგლიჯა მკერდიდან, ისე მოგლეჯილი გვაქვს ორი ისტორიული კუთხე. ეს გააკეთო აფხაზეთი და სამაჩაბლო, ხო? ეხლა შეხედეთ. მე რას გეუბნებით? როგორ წარმოგიდგენია თქვენ? რა ფორმით წარმოგიდგენია თქვენ ამ ტერიტორიების დაბრუნება? ძალისმიერი მეთოდებით ვერ დავიბრუნოთ. გამორიცხულია ეს ამაზე შანსი. ამას შანსი არ აქვს. ჩვენ ვერლოდოთ, როდის დაიშლება რუსეთი? არა, ეს არა, რუსეთი არასოდეს არ დაიშლება, დაიგე? დაიშლება. ხო, არ დაიშლება. ამიტომ არის საჭირო, გიარო, ხელისუფლება შენ რომელიც ხარ დღეს და ხალხის მანდატი გიჭირავს, ხალხის მოთხოვნა რა არის? ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკობა და ტერიტორიული თლიანობის აღდგენა. შენ გაბედე და ჩადი იმ პუტინთან. პუტინმა, გეტყვი ახლა პუტინმა არაერთხელ გააკეთა განცხადება საქართველოსთან მიმართებაში და მათ შორის ახლა ლავროვი რო განცხადებას გააკეთეს ეს პუტინის ის არის უკვე სიტყვებია ხო? მარია ზახაროვა რო გამოდის და ბრიფინგებზე განცხადებას აკეთებს ის პუტინის სიტყვებია. პესკოვი რო გამოდის და განცხადებას აკეთებს პესკოვის სიტყვებია. მან თქვა ლავროვმა გასაგებად. კი ბატონო. თუ კი ქართველები, ოსები და აფხაზები დაждდებიან ერთ მაგიდაზე და დაიწყებენ საუბარს ჩვენ მზათავართ მივიღოთ მონაწილეობა და ჩავერთოთ ამ პროცესებში. ანუ რა? ახლა ის კი არ გეუბნება შენ რომ კაცო მე ამას გადის ერთხელ მოგცე ეს მესიჯი ხო? შენ გამოდიხარ მერე და შენ საგარეო საქმეთა მინისტრს აკეთებებ რაღაც სულელურ განცხადებებს შენი ქვეყნის წინააღმდეგ, აიგე, იმათ წინააღმდეგ აღეზიანებ ხო? მერე გამოდიხარ კიდევ რაღაც ახალ სულელურ რაღაც ნაბიჯებს გამ და იქ იმაში მიდიხარ ერევანში და ეს ტინგიცა კლოუნი ზელენსკის ხვდები და ხელს ართმევ და რაღაცებზე თანხმებით მერე გამოდიხარ კიდევ და მიდიხარ იმაში მოლდავეთში და იქ საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდის და ასეთ სულელად ასათოთ რა არის ხა? კი არა რას გეუბნებით იცი? დღევანდელ დღეს ჩვენ გვინდა ზომიერად მით უმეტეს ახლა თქვენ თქვით რომ შევარდნაძის დროს მუშაობდით კანცელარიაში და საკმაოდ კარგად გეცნობათ როგორ ხდება ეს სვლები და გადათამაშებები ხო და ლავირებები. დღეს არის ლავირება საჭირო. მე მესმის ყველაფერი რა მდგომარეობაში ვართ ხო? მე დაგვიბრუნა ამ ჟენევის ფორმატმა უკვე ამ 33 წელიწადია ბიჭო. არა, არ დაბრუნებოდა ბატონ ტრიცენ და ახლა მე ხარ რატო თქვი რომ JS1 ახლა არ დამამთავრებინდა და დამამთავრებ. იგივე ტოინბის სიტყვები მან ჩამოთვალა და მოიყონა ისტორიული მაგალითი დაწყებული შუმერების ეპოქიდან და დამთავრებული მე-20 საუკუნეთი როგორ იშლებოდა სახელმწიფოები. ეს ცივილიზაციები მაგალითად და როგორ და მან დაწყო სამი პირობა, ძირითადი წინაპირობა, რაც უძღვის სახელმწიფოს დაშლას. ეს პირველი არისო ეკონომიკის მილიტარიზაცია, მეორე არის ეკონომიკის ოლიგარქიზაცია. კი ბატონო. და მესამე აგრესიული საგარეო პოლიტიკა, რომლის მიზანია
მეზობლების ტერიტორიების მიტაცება, მეზობლების სახელმწიფოების სუვერენიტეტის ხელყოფა, რათა აღადგინოს იმპერია. გასაგებია. და აი ამ იმპერიის სხვა მეფის, ანუ ამ შემთხვევაში რუსეთის დიქტატორის სიკვდილის შემდეგ იწყება კოლაფსი და სახელმწიფო საბოლოოდ იშლება. ეს ასე იყო შუმერების დროს, ასე მოხდა ალექსანდრე მაკედონელის დროს, ასე მოხდა. კი, მე გეთახმებით, მე-19 საუკუნეში, ასე მოხდა მე-20 საუკუნეში. სხვა ის იყო, მაშინ რეალობა იყო. არა, მაგრამ ისტორია ეს როგორც ისტორია, ახლა მე გეტყვით, მაგრამ ისტორია გასაგებია, მაგრამ ისტორიას მე განვითარება მოდის, კაცო. არა, ეს ახლა მე ვიცი, თქვენ რასაც გულისხმობთ, თქვენ გულისხმობთ აფხაზეს, სამაჩაბლოს, რომელიც და პუტინმა იგივე ხო გადაცხადა. თქვენ გულისხმობთ უკრაინას, ესეც გასაგებია, მაგრამ ახლა მე გეტყვით, ახლა შემხედს გეტყვით, აგე რომელმა ჭკუათ უმყოფელმა, აი თქვენ მაშინ იმპერიოდში არ იყო ეს, მაგრამ შეიტანა კონსტიტუციაში, რომ საქართველოს უნდა გახდეს ჩრდილო-ატლანტიკური ოჯახის წევრი და სივრცის წევრი. ნატოს წევრი. რომელმა ჭკუათ ხომ ეს ხო სააკაშვილის დროს მოხდა, ხო? არა, ეს მოხდა უკვე 20-ის დროს. ეს რას გეუბნება? პუტინი რას გეუბნება შეინც? რა უთხრა? მე კარგად მახსოვს უკრაინის საკითხებში ჩართული ვიყავ 6 წელი ვიყავ მე უკრაინაში. ეჭდების აკადემიაში. პროცესებში ვიყავ ჩართული თავი და ბოლონი. რას ამბობდა პუტინი, იცი? რომ არ გვინდაო, თავი დავანებოთო. ევროკავშირსო თავი დავანებოთო. ნატოსო, ნუ დამიყენებ ნატოს ჯარებს ცხვირწინო. ხო? მით უმეტეს საბჭოთა უცად ეიშალა, თქვენ გახსოვთ კარგად, დათქმა იყო ესეთი არც ერთი, ესე იგი, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებში არ გახდებოდა ნატოს წევრი ქვეყანა, მაგრამ არა, ეს არ იყო ეს დათქმა როგორ არ იყო? დათქმა იყო. არა, ამას რუსებმა, მაგრამ არც ერთ დოკუმენტში. დათქმა, არა, დოკუმენტი, არა, დოკუმენტი, არა, ის იყო ბიჭო, პოლიტიკური რანგის, პოლიტიკური ელიტა, რომელიც შეხვდა ორი დიდი მსხვილი სახელმწიფოს წარმომადგენლები, ერთმანეთს სიტყვა ეთქვა, იგივე სიტყვა ფასობდა მაშინ, გაიგე? მაგრამ შევარდის ეს რაღაცა არ ვთქვია ჩვენ. შევარდის კი არ ვთქვია, ბიჭო, გარბაჩოვის და იმის, რა ქვია, რეიგანის ის იყო ეს დათქმა, გაიგე რაშია საქმე. შევარდანძეს ვინ ეკითხებოდა ეგ მაგის იმას. არა, ასეთ შეხვედრებზე ყოველთვის როცა პრეზიდენტი არის საგარეო მინისტრიც ყოველთვის იქ იმყოფება. კარგით, მადლობა ბატონებო. მოგზაურობისათვის სამწუხაროდ დროზე ძალიან გადავაწილეთ, მაგრამ ეს ისეთი თემები იყო, რომელზეც აუცილებლად უნდა გვესაუბრა და ჩემი აზრით მაყურებელი მაყოფილი დარჩა ჩვენი საუბრით და რა ვიცი, ხალხს მაყურებლებო გამშვიდობებით. ზეგამდე 4 შაბათს საღამოს 8-ზე შევხვდებით ისევ ეთერში. ჩემთან სტუმრად იმყოფებოდნენ პოლიტოლოგი ბატონი გია კუჭავა და სამხედრო ექსპერტი გენერალ-მაიორი ბატონი ტრისტან წითელაშვილი. მადლობა ბატონებო. მადლობა თქვენ. მადლობა. გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე კი დროებით გამშვიდობებით ზეგამდე საღამოს 8-ზე შევხვდებით ერთმანეთს დროებით.